მოგესალმებით, ჩემი სახელი ნათია, პროფესიტორ image-maker სტილისტი. დღეს მე მინდა ვისაუბრო გამოხედვებზე, ანუ როგორი გამოხედვა აღახსნებს ადამიანს და როგორი ამონებს. მაგალითად არსებობს სამი გამოხედვა. ეს არის სოციალური, საქმიანი და რომანტიული გამოხედვა. მაგალითად, თუ კითხვენ ადამიანს შეხედავთ წერტილში თვალებს შორის და წერტილში წარბებს შორის, ანუ იქნება ასეთი სამკუთხედი, ეს არის საქმიანი გამოხედვა. თუ კითხვენ ადამიანს სწორედ ასეთი გამოხედვით მიმართავთ და მისცემთ დავალებას შესასრულებლად, ის აუცილებლად შეასრულებს მას. მეორე, ეს არის სოციალური გამოხედვა. ხშირად იყენებენ მას მეგობრებთან ურთიერთობაში და საერთოდ გარშემოყოფებთან ურთიერთობაში. ეს არის გამოხედვა, როდესაც ადამიანს უყურებ წერტილში თვალებს შორის და წერტილში ზედა ტუჩს ზემოთ. ანუ აქაც იქნება გარკვეული სამკუთხედი, რომელიც იყურება დაბლა. ეს არის სოციალური გამოხედვა. თუ კითხვენ ადამიანს მიმართავთ სწორედ ასეთი გამოხედვით, დამიჯერეთ ის თქვენს მითითებულ დავალებას არ შეასრულებს. მესამე გამოხედვა ეს არის რომანტიული გამოხედვა, როდესაც ადამიანს უყურებთ წერტილში თვალებს შორის და დეკოლტეს მიდამოებში. ანუ უყურებთ ადამიანს ზემოდან ქვემოთ. ეს არის რომანტიული გამოხედვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და თუ კითხვენ ადამიანს მიმართავთ სწორედ ასეთი გამოხედვით, დამიჯერეთ ის არ შეასრულებს თქვენ დავალებას, იფიქრებს რომ მოდი მე შევასრულებ ამ დავალებას და ჩათვლის რომ ეს არის გარკვეული ფლირტი მასთან მიმართებაში. მოკლედ სულ ეს იყო, იმედი მაქვს ჩემი პატარა რჩევებით ცოტათი მაინც დაგეხმარეთ. ვინც მიყურებს, დიდი მადლობა მას. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, სიამოვნებით წავიკითხავ. ნახვამდის.